მოგესალმებით. დღეს მე დავაგემოვნებ მეგრული რესტორანის ოროს კერძებს ექსკლუზიურად ნათელი თბილისისთვის. თბილისში ამას ეძახიან პიტნით გადაზერილ ყველს. აი ვსინჯავ ოროს გაკეთებულ კერძს. შესანიშნავია. ოჩა ამის გამკეთებლებს. გაიხარო. დიდხანს გაეკეთებიოთ ასეთი სასიამოვნო კერძი. ახლა მიწევს დაგემოვნება კუპატის. გამახსენდა ჩემს ბავშვობაში გაკეთებული ის კუპატი, რომელიც საუკეთესო იყო. ეს კერძი არის შესანიშნავად გაკეთებული. სხვადასხვა სახის მხარეულია. კარგია, ვერაფერს ვერ დაუწუნებ. აი მეგრული ხაჭაპური. შესახედავად ისეთია, რომ მადას გაუხსნის ადამიანს. უნაკლო ხაჭაპურია, კარგი ყველია. სინჯავ სამეგრელოში სახელგანთქმულ კერძს, რომელსაც ქვია ელარჯი და არის საქართველოს ყველა კუთხის ხალხისგან მოწონებული. კარგია, გამახსენდა გემო. მეგრული ხარჩოსი. ტყუილად კი არ არის, რომ ნაქებია მეგრული რესტორანი და მეგრული კერძები. შემწვარი გოჭი ხომ საუკუნეობით ნაქები კერძია. გემრიელია ძალიან, ეტყობა კარგი მზარეულის დამზადებულია. ახლა კარგია ძალიან. მადლობა ოროს. ნათელ თბილის ასეთი კარგი გამასპინძლებისთვის ვისიამოვნე ძალიან. როცა კლიენტი ასეთი ნასიამოვნებია, ეს მიღწევაა თქვენთვის და გისურვებთ მიღწევას.